მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები წლიურად ორჯერ გაიზარდა. რამ განაპირობა ზრდა გიყვებით რამდენიმე წუთში. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიტაცებული კრიპტოკრატიული სახელმწიფოა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს განცხადებით ეხმიანება. დაუშვებელი გახდება ფეხით სავალი ნაწილის გადაკეტვა, თუ ამას შეკრება მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს ოცნება კანონს კიდევ ერთხელ ამკაცრებს. განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ. გალტენდაგარდის ცნობით მონეტარული ოქრო საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.9% შეადგენს. რეზერვების ჯამური მოცულობა 5.8 მილიარდი დოლარია. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები წლიურად ორჯერ გაიზარდა. ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. საქსტატი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. წინასწარი მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში 533 მილიონ 200.000 დოლარი შეადგინა. რომელ სექტორებში განხორციელდა ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები და რომელი ქვეყნის ინვესტორებმა შეიტანეს ყველაზე დიდი კონტრიბუცია ინვესტიციების ზრდაში. ანუკა ჯოხაძე გაგვაცნობს დეტალებს. ანუკა, მოგესალმები და გისმენ. 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ჯამურად 533.2 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც როგორც შენახსენე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ზრდა არის 9 თვის ჯამურ მაჩვენებლებში. წინასწარი მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილმა FTA-მ განაპირობა. თუ მესამე კვარტლის მაჩვენებელს ჩავშლით, ვნახავთ, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 19.1%-ია. რეინვესტიციამ 340.7 მილიონი დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9%-ით განისაზღვრა. ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მილიონი დოლარი იყო და ის მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 17%-ს წარმოადგენს. ანუკა, საინტერესოა, როგორია ინვესტიციების გეოგრაფია, რომელმა ქვეყნებმა განახორციელეს ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ნაწილს მესამე კვარტლის მონაცემებით საქართველოში. 2025 წლის მესამე კვარტალში ამ კუთხით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები 93.5 მილიონი ამერიკული დოლარის განხორციელებული ინვესტიციით, რაც მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 17.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ესპანეთი, საიდანაც 72.1 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს რიცხვი მთლიანი ინვესტიციების 13.9%-ია. რაც შეეხება მესამე პოზიციას, მესამე ადგილზეა თურქეთი 70 მილიონი ამერიკული დოლარით. ჯამში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2%-ს შეადგენს. ანუკა, ასევე საინტერესოა, თუ შეგვიძლია უშუალოდ სექტორების მიხედვით ჩავშალოთ მესამე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა, რომელ დარგებში ჩაიდა ყველაზე მეტი მოცულობის FDI. თუ სექტორების მიხედვით ჩავშლით, ვნახავთ, რომ მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი 79.8 მილიონი ამერიკული დოლარით, რაც მთლიანი FDI-ის 15%-ია. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით ასევე გაზრდილია. რაც შეეხება მესამე სექტორს, სადაც ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა, ეს არის წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა. ამ სექტორში განხორციელებულმა FDI-მ 71.5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ჯამში კი სამი უმსხვილესი სექტორის წილმა განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მიხედვით 45.6% შეადგინა. შეფასებებს 2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დინამიკასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში გაგიზიარებთ. ანუკა, ვიდრე ამ შეფასებებს მოვისმენდეთ, საინტერესო არის, თუ შეგვიძლია მათ შორის ვახსენოთ ტოპ კომპანიები, რომელმაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს წელს მესამე კვარტალში. რა თქმა უნდა, BMG-მ საქსტატიდან ტოპ 10 ინვესტორი კომპანია გამოითხოვა, რომლებშიც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო. ესენია Socar Energy Georgia, Macticom, TAV Urban საქართველოს, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური, ასევე Honeywell Cement, სააქციო საზოგადოება Mina, Toyota Caucasia, Aqualia საქართველოს და IG Development. ტოპ ინვესტორ კომპანია
კომპანიათა შორისაა, მათ შორის Silk Road ჯგუფიც, რომელმაც სწორედ მესამე კვარტალში საერთაშორისო ბაზარზე $400 მილიონი ობლიგაციებიც განათავსა. თუმცა რამოცულობის თანხა აისახა Silk Road ჯგუფის წილად FDI-ში უცნობია, რადგანაც ამაჩვენებლებს საქსტატი არასაჭიროებს. მადლობა ანუკეს, ანუკო ჯუხაძე იყო, რომელმაც პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა გაგოცნო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. განათლების მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნება. ზვიად გაბისონი ამბობს, რომ გუშინ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მის მიერ გაკეთებული განცხადება არასწორად იქნა აღქმული და სინამდვილეში ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის პრინციპს გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტების არჩევის ჩამონათვალის უფლება არ შეეზღუდებათ. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სტუდენტს ექნება საშუალება, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთდროულად რამდენიმე ფაკულტეტი შემოხაზოს. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებებს ქართული ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მაგალითად მოყვანილი იყო იგივე სამართლის ან ეკონომიკის მიმართულება, როცა დღეისათვის თბილისში არსებული 5 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ხდება გადუალება და შეუძლია რომ 1, 2, მესამე, მეოთხე და მეხუთე ეკონომიკის მიმართულება შემოხაზოს, ამის ნაცვლად მას შეეზღუდება, რადგან მოხდება საგანმანათლებლო პროგრამის გაერთიანება. ამაზე იყო ლაპარაკი და რაღაცა კომიკური ის მიიღო შედეგები, რაც შეეხება განმარტებას, რა თქმა უნდა, არანაირი შეზღუდვა ამასთან დაკავშირებით არ არის. მას შეიძლება შეიძლება მაგალითად იურიდიული ან ეკონომიკური ფაკულტეტის გარდა შემოხაზოს სხვა მიმართულების პროგრამა იმავე უნივერსიტეტში, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ შეზღუდვა საერთოდ არ არსებობს. მაგალითად იურიდიული ფაკულტეტი თუ შემოხაზავს სახელმწიფო უნივერსიტეტში, გულისხმობ თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტს, ექნება შესაძლებლობა, რომ კერძო უნივერსიტეტში არსებული სამართლის სკოლებიდან და ფაკულტეტებიდან შესაბამისი პროგრამები შემოხაზოს. ქართული ოცნების განათლების მინისტრის მოადგილემ BMG-სთან განმარტებები გააკეთა საკითხზეც, თუ რა დაუჯდება მთავრობას სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების უფასო სწავლას. ზვიად გაბისონი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე მოსაოდნელი ფინანსური ტვირთი დღევანდელ 50 მილიონიან მოცულობასთან ახლოს დარჩება. მისივე თქმით, სამინისტრო გარკვეულ ცდომილებას დაახლოებით 20 მილიონ ლარს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მომდევნო წელს სტუდენტების დაფინანსებისთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფა იქნება აუცილებელი. საუბარია იმაზე, რომ არსებულ პარამეტრებს ემატება დაახლოებით რეზერვი 20 მილიონი, იცით თქვენ, რომ აღნიშნული ტიპის რეზერვები სამინისტროები ყოველთვის ქმნიან. გარკვეული ტიპის ცდომილება დაშვებული გვაქვს, რა თქმა უნდა, და ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია, დამოკიდებულია ეს ყველაფერი იმაზე, რა მიმართულებით დაადგენს მთავრობა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს და შესაბამის კვოტირებას. აქედან იქნება გამოანგარიშებული, რა ბიუჯეტი დაჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სწავლება იყოს სრულად უფასო. საჭიროების შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროდან იქნება შესაბამისი დაფინანსება გამოყოფილი. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი წარუდგინა. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთი ამჟამად 2-ზოლიანია. 31.3 კილომეტრიანი გზა 2018 წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა მთავრობა მის გაფართოებას და 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს. პროექტზე საჯარო განხილვები 2026 წლის 21 იანვარს უნდა დაიწყოს და მასში საკუთარი კითხვის თუ მოსაზრების დაფიქსირება ქობულეთის მცხოვრებლებსაც, დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს შეეძლებათ უწყების ცნობით გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების შემთხვევაში 110-120 კმ/სთ-მდე გაიზრდება თითოეულ ზოლში გადაადგილების სიჩქარე და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. პროექტი 2, 305 და 174 მეტრის სიგრძის გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. ჩვენ უკვე ერთმანეთს 15 საათსა და 30 წუთზე შევხვდებით დროებით.